სენაკში დილიდან ავტობუსებია მობილიზებული უკვე პირველი საათისთვის, მათში მოსახლეობა გადაანაწილეს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ უცნობია სადან ვისი დავალებით მიხავთ. მეცხრე არხის ინფორმაციით, სენაკის ცენტრიდან მოსახლეობის გადაყვანას ორგანიზება სენაკის გამგებლის პირველი მოადგილე ზურაბ ტყებუჩავა უწევს. მოსახლეობა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ჩაიყვანეს. ერთ-ერთი მძღოლი ადასტურებს, რომ სოფელ ეკიდან ადგილობრივები სენაკში სოფლის რწმუნებულის დავალებით ჩაიყვანა. 40-მდე მიკროავტობუსი იყო დილიდან მობილიზებული აბაშაშის მძღოლების თქმით, მათთვის უცნობია სადან რა მიზნით მიდიან. 100-ზე მეტი ყვითელი მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დღეს სენაკი ხობის მონაკვეთზეც, ისინი ზუგდიდის მიმართულებით გავიდნენ. სად ვიყავდა ზუგდიდში? და რატო რა ხდება? იცით ახლა თქვენი ამბავი? ხდება ბატონო ზუგდიდში? არაფერი. არ ვიცი, როგორც კი გავიგე პირველ რიგში გეტყვით. არ ვიცი, დღეს ლექსის კითხვის ხასიათზე ვარ პირადღია და ვისვენებ და მასვენებ თუმეტი წათე.